თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მირაკლი ხუსკევაძემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატები თავდაცვის ყოფილი მინისტრის 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამასთან სასამართლოს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას, პასპორტის პირადობის შესაბამის ორგანოში ჩაბარებას თავაზობდნენ. ასევე ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბურჭულაძეს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან. დღევანდელ პროცესზე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსი ირაკლი მგალობლიშვილი დაიკითხა. მოწმემ გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო ტექნიკის შეძენის თაობაზე ისაუბრა, რაზეც თავდაცვის ყოფილი მინისტრია ბრალდებული. დღეს მას კითხვები თავად ჯუანშერ ბურჭულაძემაც დაუსვა. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. ფიზიკურად გამიგებული. ვინმე თქვენ თანამშრომლებმა თუმცა გითხრათ, რომ კიდევ არსებობს ესეთი პრობლემა. იყო თუ არა, თუ არ გასულ შეიძლება რომ მივანიშნოთ. საიდუმლო შესყიდვით ნაკიდი გვაქვს თუ არა, უნიფორმა, ათინგი მაგალითად, ყურება და ასე შემდეგ უამრავი რამ. იყო თუ არა, ტრადიციულად და გადაიქცა ჩვენ დროს ესეთი საიდუმლო შესყიდვით. პერსონალური მონაცემები ტელევიზიაზე ტელევიზიარის მომწოდებელი რუსული კომპანია და ჩინური პროდუქცია. ევროპა გამოიწვია და ყველას მე ამას არის უბრალოდ რომ აი საიდუმლო და არანაირ არა ჩვენ ამ საიდუმლოებთან თუმცა რომ არის აკოპილო საიდუმლო თეორიულად და ფორმულად ესე შეგვიძლია შესაძლებელი იყო თუ არა გამარჯვებული ყოფილიყო ჩინური პროდუქციის რუსული კომპანია. და თავდაცვის სამინისტროს აწვდის ჩინურ სამედიცინო აპარატურას რუსული კომპანია. აბა ეს შეიძლება თეორიულად მიფასწორება შეიძლება. ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი მედიასთან აცხადებს, რომ არა მარტო მშობლების, არამედ დაყადაღებულია ბურჭულაძის ბებიის, სიდედრისა და სიმამრის საპენსიო ანგარიშებიც. ასევე დღეს პროკურორმა განაცხადა, რომ დაყადაღებულია ესპანეთის სახლიც, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის, ნინო მხეიძის სახელზეა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად, გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ბრალის მიხედვით ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და სამინისტრო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2,606,672 ლარის ნაცვლად 3,940,000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც უწყებას 1,333,728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. გარდა ამისა, პროკურატურის თანახმად 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 554,000 ევროთ ქონება შეიძინეს. ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად კი მესამე პირთან დაბაწყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხებათ ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას. მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.